მოგესალმებით ჩემო ძირფასებად, ჩემო კარგები, ჩემო მშვენიერებო, დღეს გავაკეთოთ ჩვენ გაშლა მისი ფიქრები, გრძნობები და ქმედებები, ხო? დიდი ხანი არ გამიკეთებია ასეთი გაშლა, მაგრამ აქ მოკლე არხზე გავაკეთებ. მეორე არხზე პატიჟობთ, ვინც პირველად არის აქ ჩემ არხზე მემქრევა ლინცინა ბარბაკაძე. შეგიძლიათ მეორე არხის ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და იქ გრძელ გაშლებს ვაკეთებ, ღრმა გარჩევებს. ვნახოთ ახლა ჩვენ პარტნიორი მოვძებნოთ ახლა ჩვენი ახლა რა ენერგიაში არის ვკითხოთ მაინც კიდე ტაროს და მე უკვე შევხედოთ მაგის ფიქრებსაც და მაგის ყველაფერსაც, ხო? ვინ გამოვა ჩვენთან ახლა? Так, აქ არის ადამიანი, შემიძლია გითხრათ, რომ კაი ხანი შეიძლება მანძილზე არის რა. ან აქ არის შეიძლება ციკლური ურთიერთობა რაღაცა თქვენ შორის ხდება და მოლოდინის რეჟიმში არის. მარტო არის ეს ადამიანი ახლა, მარტო. მარტო არის, მაგრამ ეხლა რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო სხვათა შორის, უნდა რომ გამოვიდეს იქიდან. კი, ეწინააღმდეგებოდეს სიტუაციას, არ უნდა გამოსვლა, მაგრამ ეხლა რაღაცა მიიღო გადაწყვეტილება და შეიძლება ვიღაცასთან იქნება, რომ შეიძლება თქვათ, კაი ხნის მერე გამოჩნდა ეს ადამიანი და ან დაუშვათ ახლა შეიძლება даже ინტერნეტში არის ეს ადამიანი, თქვათ, ინტერნეტში არის რა, კარგად გითხარით, ხო? ინტერნეტშიც რაღაც შეიძლება გითვალთვალებს ეს ადამიანი. Так, მეფე მანახეთ. Ну, აქ როგორი სიტუაცია, აქ ადამიანმა დაიღალა თავისი საყვარელი ქალის გარეშე რა. მე ხარ დავიწყებ ახლა ცოლია, ვინც არის, ხა პენტაკლების დედოფალი არ არის აუცილებელი რომ ცოლი იყოს, შეიძლება თქვა გათხოვილი იყავით ან ხართ, ან ну შეიძლება მისი ცოლი ხართ, ну უბრალოდ ქალი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი არის რა. ამიტომ აქ თითქოს დავიღალე თქვენი ენერგია მაგას ძალიან მოაკლდა. და აი თითქოს ნახეთ როგორ არის, აი როგორ არის ქართულად ეცვიკრი თუ როგორ არის, ხო? ანუ მაკლია რა, დავიღალე უკვე თუ რამე ქონდა მაგას თქვა წენები, თუ რამე ქონდა ბრძოლები, თუ რამე ქონდა რაღაცები, ყველაფერს თითქოს მე ვტოვებ უკან, იმიტომ რომ აქ ენერგია თქვენი მაგას მოაკლდა. ძალიან კი ბატონო, კი. ენერგია მოაკლდა. აქ ადამიანი არის სრულად, როგორ იცით, რომ აი თუ არ გამოუჩნდები, არ ვიცი რა დამემართება უკვე რა. თუ არ გამოუჩნდები, იმიტომ რომ უკვე ნახეთ მეორე ტუზი გამოდის. აქ არის ხმალების ტუზი, აქ არის უკვე კვერთხების ტუზი, იმიტომ რომ თუ არ გამოვედი მე, უკვე აი არ ვიცი, საიდან ავიღო ენერგია რა. იმიტომ რომ ძალიან ცუდ დღეში არის აქ ადამიანი, შემიძლიათ გითხრათ, ძალიან განცდებში არის და 10-იანი ხმალების ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა აქ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქალი აქ შეიძლება სხვაობა გქონდეს სხვათა შორის ასაკში და არის ესეთი მომენტი, რომ შეიძლება ადამიანი ვერ მოქმედებდა, არ მოქმედებდა, რაღაცა იჯდა ელოდებოდა, აი სანამ არ დაცარიელდა რომ იტყვიან და ეხლა უკვე მიხვდა რომ მე არ შემიძლია რამდენი ვიბრძოლო უკვე და შემიძლია ვთქვა შეიძლება და ადამიანმა მიხვდა რომ თქვენ ხართ მისთვის აი ეს სილამაზე ეს შეიძლება სადღაც დაუშვათ დაგინახათ და ხვდება რომ თქვენ ხართ ის ქალი რომელიც მას უნათებს გზას აი ეს არის так თვითონ სადა ხარ მაჩვენე ну თქვენთან ახლა მოვიდე და სხვათა შორის აი მოვიდა გოგოებო ერთ რამეს გეტყვით ეს ადამიანი შეიძლება თქვენზე რას ფიქრობს ნახეთ აქ გამოვიდა კურუმი და გამოვიდა კვერთხების დედოფალი და ამ დასტაში ცოტა სხვანაირად კითხულობთ ეს ჩემი მოსწავლების უსაყურადღებოდ შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს რას რომ თქვენ ან რამე გაუკეთეთ მაგას ნუ ეს არის ყველაზე ადვილი და ფიქრი როცა ადამიანი ნუ მამაკაცები როცა ვარდებიან ეგეთ თქვა სიტუაციაში რა თქმა უნდა ქალზე სულ ფიქრობს უკვე დაიხალა ამდენი ფიქრით უკვე აღარ შეუძლია და შეიძლება აქ ძალიან გულია აქ ნატკენი მაგრამ ამას არ აჩვენებს არავის ვაფშე სამიტომეტეს თქვენ არ უნდა გაიგოთ ეს თავის თავად მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია თითქოს მომაჯადოვა რაღაცას ხო არ მიკეთებს ეს ქალი აი რაღაცა ეგეთი იმიტომ რომ აი არ შემიძლია აქ არის ძალიან ან ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს რომ დამალოს თავისი აი ეგეთი გულის ტკენა მაქსიმალურად მაგრამ კი უნდა მაგას დაუშვათ რომ თქვენთან შეიძლება თქვათ
ну, რამე თქვა გამოჩენა, მაგრამ არ იცის მაგან თქვენ როგორ მიიღებთ და არ იცის მაგ თუ არა შანსი. შეიძლება ბევრჯერ даже ცდილობდა რომ თქვენთვის მოეწერა, მაგრამ ვერ ბედავს. თქვენი რეაქცია არ იცის მაგ ადამიანმა, არ იცის, მაგრამ აქ ეხლა უკვე ნახეთ ერთად ხარ, ერთ ენერგიაში ხარ, ერთმანეთს მაგრად თქვენ იზიდავთ და ეხლა არის უკვე ამან გადაწყვიტე რომ უნდა ვიმოქმედო, იმიტომ რომ აქ უკვე სიყვარული, აი მესამე არის უკვე ტუზი. აქ უკვე მაღალი ძალები ისე არიან ჩარეული, რომ რა გითხრათ რა, რომ უკვე უნდა გავრისკო რა რაღაცა, უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ თვით იმდენად გადავსებული აქ უკვე ეს გრძნობებით, რომ აი რა გავაკეთო, არ ვიცი რა. და ამ პლუს კიდე შეიძლება даже სტრესიც აქვს ადამიანს, იმიტომ რომ აი ეს მისმა უმოქმედებამ შეიძლება ასეთ სტრესშიც თქვათ შეიყვანა ეს ადამიანი. ну არ ვიცი, ნახოთ ახლა ჩვენ მისი ფიქრები და მისი გრძნობები და ქმედებები, რას იზავს ეს ადამიანი. რას იზავს, ну თქვენ შორის მიხვდეთ ხო, რომ ანძილიც არის, ანუ სიტუაცია პრინციპში გაიგეთ, რომ აქ უფრო სიტუაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება ეხლა არის მანძილზე და ან ციკლურად არის რაღაცა, ეს ციკლური რა არის, იცით, როცა აი არის კარმული ურთიერთობებში, აი ეგეთი მომენტი, რომ თქვა ერთი ციკლი დამთავრდება, მერე თქვა, ну, რაღაც თქვა კარგად არიან ადამიანები, მერე მიდის პერიოდი, როცა თქვა პაუზა ხდება, მერე ისევ და ეს შეიძლება არაერთი პაუზა იყოს თქვენ შორის, თქვა სხვათა შორის. არაერთი. და ვნახოთ ახლა ჩვენ, აბა მითხარი შენი ფიქრები ამ გოგოზე, ვინც ახლა გიყურებს. შენი გრძნობები მითხარი და თუ რამეს იმოქმედებ პერიოდი აიღო თქვენ თვითონ, ну მაქსიმუმ ახლა რა ვიცი, ერთი წლის განმავლობაში რას ნიშნავს შეიძლება ეხლაც მოხდეს. აჰა, აგერ ხართ კიდე ისევა. აგერ არის თასების დედოფალი, კიდე ხმალების დედა დასრკი ბატონო, იმე ღმერთო ჩემო. ერთი წუთით გეტყვით ახლა აქ. მიხდა ეს ადამიანი, ნახეთ აქ რა მოხდა, აქ მოხდა ძალიან საშინელი დღე გამოვლილი ამ ადამიანს. აქ ესე იგი სიტუაცია, რომელშიც მე გითხარით, რომ ეს ადამიანი კიდე დავამატებ, აქ მეორე დასა, იგივეს მაჩვენებს აბსოლუტურად, აქ უკვე ისეთი ენერგიები არის, რომ რა გითხრა. ну იგივე კარტი მოდის, აბსოლუტურად იგივე კარტი მოდის. აქ მოხდა რაღაცა საშინელი სიტუაცია, აქ იმენა გადატრიალება მოხდა, რაღაც რევოლუცია მოხდა გეუბნებით აქ. რა, იმიტომ რომ თქვენ აღმოჩნდით ისეთი ვიღაცა, ანუ აქ უეჭველი კარტიც რას მეუბნება, თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი ქალი, ნახეთ მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობდა, ну აი ნახეთ არის ესეთი ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ყოველს ჩვენ ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი თქვა კაცი გოგოებიჭებისთვის ქალი, რომელიც აი თქვალთა დაუშვათ არის ადამიანი, მე ყველაფერი შემიძლია, მე შენ დაგიკიდებ, მე შენ ისე, მაგრამ შემოდის აი თქვა, ну და ბევრჯერ შეიძლება თქვა ადამიანი ისე ექცეოდა, როგორც მას უნდოდა. მაგრამ ყოველს ჩვენ ცხოვრდა გოგოებიც რა მნიშვნელობა ხო შეიძლება ისე იქცეოდნენ, მაგრამ შემოდის ესეთი ადამიანი, ვინც ძალიან გვიყვარდება და აქ თასების დედოფალი, რომელმაც შეიძლება იმასაც ფიქრობდა თავიდან, ხო იცით ახლა ბევრჯერ მაგნად თქვა მე თქვენთვის, რომ როგორ ხდება დაშორება, ხო ბიჭები ზეიმობენ, ჭკუაზე არ არიან, გოგოები ტირიან. მე სიტუაცია იცვლება, გოგოები თავს აიყვანებენ, ხელში თქვა გადაერთობენ სხვა რამეზე, ну ვისაც ახლა მისმენს ყოველ შემთხვევაში. თვითონ იცით რომ არ უნდა იჯდეთ ეგეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს პაუზა გეძლებათ იმის თქვენი ზრდისთვის და ბიჭები გადადიან განცდებში. თუ არიან ბიჭები ისეთები, რომელიც თქვა აი მოდიან კონსულტაციაზე დაუშვათ და ჩვენ ვარჩევთ სიტუაციებს და უკვე ხვდებიან რა დაემართათ, მაშინ იმათთვის უფრო შველა არის და იციან როგორ, მაგრამ ზოგადად ახლა ბიჭებს ენანებათ ფული საერთოდ ასეთი რამისთვის. მე ეს უკვე შევამჩნი, ამიტომ ზიან და ასეთ იმაში არიან რა, რომ მე თვითონ ყველაფერს გავარ, ამ ხალაფული გადავიხადე, მე საქმე არ მაქვს. კი ბატონო, ოკეი.
მაგრამ აქ იმისთვისაც არის რომ აი ეს ხალი მხლა ისეთი აი აღმოჩნდა ისეთი რომელთანაც დაშორება ადამიანში მოახდინა ძალიან დიდი ცვლილებას, აი ძალიან დიდი ცვლილება და გოგოები მე მგონი აქ არ გამოვა მოკლე გაშლა ღმერთო და მივხვდა ამ ადამიანმა რომ ეს ხალი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ნუ იმპერატრიცა თან პლუს კიდე საბედო ხალი ეს არის ხალი, რომელიც მე მენატრება, რომელთანაც მე ძალიან კარგად ვიყავი, რომელმაც მე ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, მომცა კომფორტი, ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე შეიძლება და მე მაგასთან ვიგრძნე, ანუ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ეხლა ამ დაშორებამ იმენა დაარტყა მაგრად რა. იმიტომ რომ აქ არის ნახეთ ეს რაც ქონდა ეს კარგი იდილია, ხო? ეს იდილია წაართვეს რა და ეს ძალიან ეთკინა მაგას რა, ეს სიტუაცია და მივხვდა ეხლა ამ ადამიანმა რომ მე უნდა აქ მაღალი ძალები, აქ სულ მაღალი არკანები. ანუ თითქოს ამაში გააღვიძა ამ სიტუაცია ის, რომ მე უნდა შევიცვალო, მე უნდა ვიმოქმედო, მე უნდა მე თუ მინდა ბედნიერება, მე რაღაცა უნდა გავაკეთო. ნუ ვნახოთ ახლა, მოდით ვნახოთ ახლა აქ მისი ფიქრები ვნახოთ. ფიქრები აქ ძალიან ბევრი. აქ ახლა თქვენ შეიძლება ხართ როგორ იცით რომ აი ვარსკვლავი ისევა შეიძლება ეს ადამიანი თქვა ღამეები აი ღამე შეიძლება უფრო განსაკუთრებულად თქვენზე ფიქრობს შეიძლება აქ ძალიან დიდი სექსუალური ენერგია თქვენი მაგას იზიდავს თქვენ ხართ მისთვის ულამაზესი თქვენ ხართ მისთვის აი ეს ვარსკვლავი რომელიც მე მინდა ავიღო გაიგეთ აი აქ იმპულსი იღვიძებს ადამიანში იმენა ეს მამაკაცური რომ ეს მინდა მე რა შეიძლება ათვალიერებს თქვენ სურათებს და რა ვიცი რიებს აკეთებს მე ვერ გეტყოთ ახლა გიგეტყოდეთ მაგრამ ახლა აქ ვერ გეტყოთ მიხვდებოდეთ თქვენ თვითონაც რა მაგრამ აი ესე იგი აი ამ პერიოდში რა არის ეს მანძილი ამაში უფრო თქვენ იწევს მასში სურვილს რომ აი ქმედების სურვილს რა იმის მიუხედავად რომ ნუ აქ არის მართლა რაღაცა ისეთი პერიოდი გაქვთ ნუ პერიოდი გაქვთ რა ახლა აქ მანძილია კი აქ მანძილია აქ ამაში თქვენ ახლა გეუბნებით უნდა რომ თქვენ რამენაირად ან შეცვალოთ ეს ცივი ენერგია უნდა რომ თქვენ გამოხვიდეთ ამ აი რაღაცა უნდა გავაკეთო რომ დავადნო ამისი გული რა აღარ მინდა ეს ცივი მაგისგან რა ნამდვილად აღარ მინდა რომ ეს იყოს ჩემს მიმართ ცივი აღარ მინდა იმიტომ რომ აქ უკვე მარტოობაში ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, აი თავის სიყვარულზე. აი რა გავაკეთო იმისათვის, რომ ამაში ცეცხლი ავანთო, ისეთი როგორიც ქონდა. ვნახოთ ახლა მისი გრძნობები. ოხო, გრძნობები. ნუ აქ როგორი გრძნობა არის, იცით? აქ გეუბნებით ცოტა ისეთი აქ უფრო მაჩვენებენ რას? მიხვდა მაგ ადამიანმა, რომ თქვენ ხართ მისი ტუზი, მისი პენტაკლების ტუზი, მისი ანუ აქაც არის ეს ბედიც არის რა, საერთოდ პენტაკლების ტუზი არის ბედის ბორბალის ენერგია რა, პატარა ეს არის რა. ანუ გრძნობაზე მეუბნება, რომ ნამდვილად მე მინდა ამის გვერდზე, ნახეთ, აქ ჯერ ნუ კაცი მომისმინეთ, არა, მოდით ისე როგორ თქვათ, კაცები არ არიან, კაცები არიან როგორ თქვათ, სწორედ ქართულად, ხო? ნუ რეალისტები რა. კაცები უფრო ალაგებენ სხვანაირად სიტუაცია. გრძნობები ეს არის გოგოები და რაღაცა და იმიტომ აქ ეს მაგას არ ეგონა თუ ეს გრძნობა ექნებოდა, გაიგე? იმპერატორი, რომელიც ვერ მართავს, აი აქ რატო არის გულის ტკენა. იმპერატორი, რომელიც ვერ მართავს სიტუაციას, ხო? ძალიან აი მაგისტრის აი საერთოდ ნუ დამიტმეს კაცი რომელიც თქვა შეიძლება ამბობს რომ სიყვარული არ არსებობს ხო ანუ მე არ ამჯერა სიყვარულის დაუშვათ ხო აქ აუცილებლად დაანახებენ ეს რას ნიშნავს საერთოდ ძალიან ფრთხილად იყავით ასეთ სიტყვებთან რომ ვაიმე მე არ გამიგი ეს როგორ შეიძლება აუცილებლად გაგაგებინებენ გაიგეთ ან ეხა მე მოიცადე რა სიყვარული კი არა და ისე კიდე რა და ამიტომ ეხა ისა გალები ხა აი ბიჭების ბლატაობა ხო აი როცა ეგრე იქცევენ, აუცილებლად დაარტყავენ რა, აუცილებლად ისეთ ქალს შეგიყვანებენ, ანუ რომ შენ სივრცეში რომ ნუ გაჩვენებს რას ნიშნავს ეგ რა არის რა. და ამიტომ ამ მარტოობაში ამ ადამიანმა ბევრი იფიქრა აქ და ეხლა ხდება ნახო გრძნობაზე უფრო მოხდა ეს არის ჩემი ჯილდო, ეს არის ჩემი ბედი, ეს არის ჩემი ანუ ქალი რომელიც მიზიდავს, ქალი რომელთანაც მე მზად ვარ გავიარო, ჩემი მთელი даже ცხოვრება გრძნობა მაგჩვენე ახლა შენ
გრძნობა ღმერთო ისე კი რა ჩაკეთ ნუ ხმალების მეფე რას ვერჩი მეც კიდე ხმალების მეფე რას მიყვები შენ რას მიყვები ღმერთო მიშველად так რას ნუ ამას როგორ არის იცით მე ამაზე ვფიქრობ ეს გეგმავს აქ უკვე გეგმას მაჩვენებს მე ვგეგმავ როგორ გავაკეთო როგორ მოვიქცე როგორ გამოვლინდე როგორ ისე რა არ ვიცი ჯერ რას ანუ არეულობა აქვს სრული აქ ადამიანს არეულობა არის რა კომუნიკაცია მინდა უეჭველი იმიტომ რომ მიყვარს აი ხა მითხრა რა იმიტომ რომ ეთყობა დიდი ხანი რო იჯდა აქ იმაში რა ქვია განდეგელში ეთყობა ახლა უნდა რომ თქვას რომ რა გადავიტანე რა რომ უკვე აქ პრინციპში მზად არის რაღაცა იმოქმედოს თავს უნდა მოვერიო უნდა დავასრულო უკვე ეს სიჩუმე უნდა დავასრულო იმიტომ რომ თქვენ ამაში რაღაცას ხო გეუბნებით იმიტომაც ვამბობ რომ შეიძლება ფიქრობს რომ თქვენ რამე ხო არ გაუკეთეთ ამას იმიტომ რომ ისეთი სექსუალური ენერგია მოდის თქვენგან რომელიც ადამიანს უბრალოდ ასულელებს რა შემიძლია გითხრათ კაი გრძნობაზე რაც ვანახე ნუ ეგ გრძნობაზე ქმედებაზე ღმერთო ну აქ როგორ არის იცით ახლა თავის თავში აქვს მაგას ბრძოლა იმიტომ რომ აქ ხმალები წამოვიდა მაგრამ ფიქრობს როგორ რა გავაკეთო ჯერ ვერ მოიგონა გაიგეთ რა გავაკეთო როგორ უნდა გამოვიდე ისე რომ რაღაც არის მაინც მანიპულაციებს ფიქრობს რატომ ფიქრობ მანიპულაციებს შენ რატომ ფიქრობ რატომ? იმიტომ რომ დიდი ხანი ვიჯექი მე არაფერს არ ვაკეთებდი და ეხლა უკვე აღარ ვიცი მაქვს თუ არა საერთოდ ამ ხელა პაუზის მერე შანსი რომ მე რაღაცა ვიმოქმედო რა ვაფშე მიღირს კი არა ღირს რამე და ანუ არ ვიცი იმიტომ რომ დიდი ხნის პაუზა ზომიერება და ამიტომ არ ვიცი მე რანაირად შეიძლება თქვათ ვიმოქმედო პლუს კიდე ახლა ეს ადამიანი აქ რო იჯდა რაღაცა შეიძლება ისწავლა იქ რაღაც გაიარა მაგრამ ნუ ეს თავისი პროცესები და რაღაცები მაგრამ აქ მაინც არ იცის აი როგორ გამოვიდე არ ვიცი აი რა უნდა გავაკეთო იმიტომ რომ საერთოდ ბიჭებს ეგეთი რამე ემართება სხვათა შორის როცა ანუ თქვა დააპირა ხო გავიდა რაღაცა პირო მოდი მიწრო მოიცა რა არ მინდა შემიძლია რაღაც საქმე მაქვს მე გავიდე კიდე ერთი კვირა ხო მოდი ახლა რაღაცა ვთქვათ წამოვიდა იმპულსი მე კიდე რაღაცა მე უიმე უკვე ამდენი ხანი გავიდა რა უთხრა ეხლა შეიძლება ვაფშე მაგას სხვა ვიღაცა ყავს მე ხარო და პლუს კიდე მე ეგო აქვს ხო ერთობა და ანუ ახლა ხო შეიძლება თქვა უკვე აღარ ვუყვარ ვარ ან შეიძლება ვაფშე სხვა ვიღაცა ყავს უკვე ამას და ამასობაში ახლა ნუ რა ამ დროს ნახოთ რა მხელა მიჯაჭვება აქ ადამიანს აი უზომოდ უნდა თქვენსკენ მოსვლა, უზომოდ იქ მინდა წავიდე, სადაც მე ვიყავი, კარგად, იქ მინდა, რაც მე და მაგრამ არ ვიცი, მე არა მაქვს ინფორმაციას, ანუ რაც გითხარით რა, არანაირი ინფორმაცია მე არა მაქვს, ამაზე რომ აი რა ვიცი, ვაფშე ვჭირდები, არ ვჭირდები და იმიტომ რომ დიდი ხანი გავიდა, დიდი ხანი არაფერს არ აკეთებ და ეხლა გადაწყვეტილება მიიღო, მიხვდა იმიტომ რომ თქვენი ფასი აქ იჯდა და ნუ პრინციპში ახლა რომ გითხრათ რომ არიზავს არ ამგონია შეიძლება უბრალოდ აქ არის როგორ გეუბნე ეგო მისი ეგო რომ არ გაილახოს ასე ვთქვათ ხო სწორედ ვამბობ ღმერთო იმიტომ რომ ფიქრობს რომ როგორ არის იცით ეხლა ამას არ მოსვლა თქვენთან ცოტა ისე მსუბუქად როგორც ვთქვათ შეიძლება იყო იცის რომ სისულელეს გააკეთებს ხო სერიოზული რაღაცებით რომ მოვიდეს თქვენ არ იცის ხა ჯერ მაგას შეიძლება არა აქვს ამისი რესურსი თქვათ ნუ არ იცის რა უნდა შემოგთავაზოს თქვენ იცის რომ თქვენთან რომ მოვა უკვე რაღაცა სერიოზული უნდა გითხრას უკვე კი სიყვარული კი მაქვს მაგრამ არ ვიცი კიდე მეუბნება მაგას ვუყვარ ვარ შეიძლება აღარ მჭირდები შეიძლება უკვე დაამთავრა ჩემთან და მე ახლა მივალ მაგასთან და ის მეტყვის რომ კარგად იყავი და მე რა გავაკეთო მე ისევ უნდა მეტკინოს ისევ უნდა ვიყო ისე დღეში როგორც ვიყავი და არ მინდა უკვე ისე აი ამ სიტუაციაში ვიყო ამ დროს დამოკიდებული არის უკვე ნუ სულ მაგაზე სულ ფიქრობს რა ძალიან დიდი პაუზა იყო რა ძალიან დიდი პაუზა იყო და ეს შეიძლება ნუ უნდა რა თქმა უნდა მაგრამ ეშინია რომ არ იცის თქვენი გადაწყვეტილება თქვენ რა გინდათ უკვე ეს არ იცის მაგან იმიტომ რომ აქ გეუბნებით აქ არის არ არის აქ ერთი კვირა და ორი დღე
პაუზა, აქ დიდი ხანი არის პაუზა, როცა უკვე ადამიანი თვითონ არ იცის, თქვათ, მაგას კი უნდა თქვენი ენერგია თქვენთან მოსვლა, მაგრამ აი თქვენ გინდათ თუ არა, არ ვიცი. ნუ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, აი თქვენ როგორ ხართ განწყობილი, გჭირდებათ თუ არა, უცბად გეტყვით და თქვენ როგორ ხართ განწყობილი, საერთოდ თქვენ გოგო მიიღებს, აბა ვნახოთ, თუნდაც გოგო საერთოდ ეს ადამიანი ჭირდება. აქ მაჩვენებენ გოგოს, რომელიც ნამდვილად თქვენს ხართ, როგორ იცით, იმდენად გული გაქვთ ნატკენი, რომ რა გითხრათ რა, იმიტომ რომ აქ უსამართლოდ თქვენ შეიძლება ადამიანმა ისე მოგექცათ და ისეთი რაღაცები გითხრათ, რაც ძალიან აი ჩაგაგდოთ თქვენს საფიქრებელში რომ იტყვიან რა, იმიტომ რომ მაგრამ აქ დრო უკვე გავიდა, კაი ხანი გავიდა, დრო შეიძლება პრინციპში თქვენს როგორ ხართ, იცით, ამ სიტუაციიდან, ამ რთული პერიოდიდან, მე ვერ ვიტყვი რომ თქვენ აქ გაიარეთ რაღაცა ისეთი პერიოდი ადვილი, აქ იმხელა გულის ტკენა, იმდენი ფიქრი, იმდენი გადაფასება, იმდენი ხან წინ მივდივარ, ხან ვტოვებ, ხან ანუ ძალიან დიდი სამუშაო არის ჩატარებული. მაგრამ როგორი მომენტი არის, იცით, რომ პრინციპში თქვენც ხარ ჯერ ამ სიყვარულზე დამოკიდებული, გაიგეთ, თქვენს გინდათ, თქვენს ეძებთ ამ სიმშვიდეს, იმიტომ რომ ბევრი ფიქრი გაქვთ აქ და გინდათ რომ აი მინდა რომ ან დავასრულო, ან დამშვიდე, ან რაღაცა გავაკეთო, იმიტომ რომ ამისგანაც ქმედებას ვერ ხედავ და ამიტომ ხართ ესეთ ენერგიებში რა. იმიტომ რომ თქვენ აი მაქსიმალურ ძალას იტანდეთ იმისათვის, რომ გამოსულიყავით ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ხართ ერთმანეთისთვის, ეს ეთყობა, იმიტომ რომ ერთი და იგივე ენერგიებში ხართ ორივენი. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ პრინციპში ერთნაირად გაიარეთ, რაც თქვენ, რაც იმან გაიარას, გვაჩვენეს, თქვენც იგივენაირად გაიარეთ ეს ყველაფერი რა. და ეხლა, გჭირდებათ გინდათ ეს ადამიანი. აქ როგორი მომენტი არის, იცით, პრინციპში თქვენ ხართ ეხლა თქვენს ენერგიაში. აქ შემიძლია გითხრათ, რომ გოგოებმა თქვათ რაღაცები თქვენში კიდე გახსენეთ, რაღაცა შეიძლება ნიჭი, რაღაცა ვიღაცამ ამ სიტუაციით, რომ დიდი ხნის სიტუაცია არის, თავისი პირადი დანიშნულებაც იპოვეთ რა ამ პერიოდში. მე ხო გეუბნები, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ხართ თქვენ ეხლა. და ნამდვილად ეს ტრანსფორმაცია თქვენთვის ტყილა უბრალოდ ისე არ იქნებოდა, რომ არ იქა და ახლა იჯექით და ყავასვამდე დილიდან სახამდე და ერთობოდეთ. არა. თუ ერთობოდეთ, ეგაც იყო იმისთვის, რომ თქო ცოტა რაღაც იქაც კი ფიქრობდეთ მაგ ადამიანს, სადაც არ უნდა ყოფილიყავით, ხო? ნუ შეიძლება თქვათ, იმიტომ რომ აქაც იგივე კარტი გაქვს, აბსოლუტურად რაც მაგას აქვს რა. მაგრამ აქ როგორ არის, იცით, აი ისე როგორც თქვათ, იყო ადრე, რომ თქვათ, აი მე რომ მათხოვარივით ვიყავი და მე რომ ვთხოვდი ყურადღებას, მე რომ ვთხოვდი მზრუნველობას, მე რომ ვთხოვდი თქვათ რაღაცა მაღიარა, როგორც შენი თქვათ, როგორც ოჯახი, ანუ იეროფანტი რა არის, იცით, პრინციპში აი აქ ადამიანს, აკლდა მზრუნველობა, იმიტომ რომ შეიძლება ვერ ვგრძნობდით თქვენ, რომ თქვათ ურთიერთობაში ადამიანთან და ამ დროს თქვათ, გაკლდათ უშუალოდ აი ეს შეგრძნება, რომ ჩვენ ოჯახი ვართ, რა ჩვენ ერთად ვართ, შეიძლება ერთად ცხოვრობდეთ, მაგრამ აი ეს ამას ვერ გრძნობდეთ, აი ამის მაცხოვრობა არ მინდა. გახსენით თქვენი პირადი დანიშნულება, ბევრმა თქვათ, ბევრი რაღაცა გაიგეთ, შეიძლება ბევრი რაღაცა ფიქრობდეთ, მაგრამ გიყვართ ეს ადამიანი. ეს ადამიანი მართლა გიყვართ და მართლა ისიც როგორც იქ მაჩვენეს თასების დედოფალი, თასების მე კი გიყვართ. უბრალოდ თუ არ იმოქმედებს, თქვენ აქ არ იმოქმედებთ, გაიგეთ, იმიტომ რომ შეიძლება იყო რაღაცა ადრე მომენტები, როცა თქვენ მოქმედებდეთ, ახლა თქვენ იძახათ, თუ მე არ ვიმოქმედებ არანაირად, თვითონ უნდა იმოქმედოთ, თვითონ უნდა და ასე უფრო სამართლიანი იქნება, იმიტომ რომ ნამდვილად ახლა თვითონ უნდა გამომიყვანოს ამ სიტუაციიდან, თვითონ უნდა იმოქმედოს, კი. პრინციპში ხო გეუბნებით, რომ აქ არ არის ესეთი სიტუაცია, როცა აი აქ მოდის მუშაობა კაცის ეგოზე მოდის მუშაობა რა, რომ მაგე ზის და ელოდება, უნდა ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აი თუ ამ ადამიანს უნდა ჩემთან ყოფნა, თუ ამ ადამიანს უნდა ჩემთან მოსვლა, თუ ამ ადამიანს უნდა რომ თქვათ ეს სიტუაცია შეიცვალოს, მაშინ ადგეს და თვითონ იმოქმედოს, პრინციპში სწორიც არის რა. იმიტომ რომ მამაკაცმა თვითონ უნდა იმოქმედოს, და მოდით კიდე აი ამ დასაზრდას ვკითხავ და всё მორჩა.
ეს არ ვიცი მე. ეს მოკლე გაშლა არ გამომდის და რა გავაკეთებ მე თუ მიშველე. ანუ სჭირდება გოგოს ეს ადამიანი. კი. იცით რატო? ამ ადამიანზე სამი მაღალი არკანი კი ბატონო სჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენ კიდე ამასთან გაქვთ რაღაცა გასავლელი, ესეც თქვენი ენერგია, ესეც თქვენ გაძლევთ რაღაცა, ბევრს გაძლევთ და სჭირდებათ, ხო? აი თქვენს ფოტოშორის მაგის გარეშე, აი თითქოს უენერგიოთ. რჩებით, ნუ ხა ისეც არა, მაგრამ აქ შეიძლება ადამიანთან ახლა დიდი ხანი ხართ, შეიძლება ამ ადამიანთან ბევრი ბრძოლობდეთ, ბევრ რაღაცას, მაგრამ აქ თქვენ თუნდაც თხოვთ მაღალი ძალებს, რომ დამიბრუნეთ. დამიბრუნეთ, კი ბატონო, კი, ძალიან გჭირდება, თქვენ ცხოვრით ხარით, გიყვართ ეს ადამიანი და გინდა თქვენ რომ აი ბოლოს და ბოლოს გაერკვა სიტუაცია, გამოვიდა ამ გულის ტკენიდან და ელოდებით, კი, თქვენ ელოდებით ამ ადამიანს. დიდი სიყვარული, კი, თქვენ გიყვართ, თქვენ გინდათ ამ ადამიანთან ყოფნა, მაგრამ აი აქ კიდე კოშკი, კოშკის მერე, აი აქ ნახეთ, აქ უნდა იყოს სიტუაცია, აქაც კოშკი იყო, როცა აი კოშკი. ანუ როცა სიტუაცია ბოლომდე უნდა დასრულდეს, ბოლომდე რაღაცა უნდა გადაფასება მოხდეს, მერე იქნება და აი მერე გექნებათ კიდე შანსი იმისთვის, რომ თქვენ ის სიტუაცია, რომელიც თქვენ გქონდათ, ნუ ისე რა ქვია, მოერიოს ადამიანმა თავის ახაც განდაგელე, ორივენმა უნდა მოერიოთ რაღაცები და მერე კი, აი ეს აქ თითქოს როგორი თემა არის, იცით? აი როცა ადამიანი გადაერთობა, გაუშვებს ამ სიტუაციას, მთლიანად ადამიანს, რომ აი აქაც რაც გვაჩვენეს უკვე დაიცლება ის თქვენი პარტნიორები, რომელიც წასულია ენერგიები და აი მერე გეძლევა თქვენ შანსი და აი ახალი ეტაპიდან დაიწყება თქვენი ურთიერთობა, ახალი ეტაპიდან. აქ მაღალი ძალები ერთობიან. თქვენ გინდა და ამიტომ გიბრუნებენ, კი, გიბრუნებენ მოდის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში.